ხომ თქვი რომ აკუპუნქტურა დაგეხმარებაო? უკეთ გახდები, უბრალოდ ნერვული დაბოლოებების პოვნა ადვილი არ არის ამდენ. კონში? ბეწვი უნდა მეთქვა. რა თქმა უნდა. ვინ ვარ რომ მეომარი ზომის მიხედვით განსაჯო? შემომხედე. აქ ვარ. იქნებ კიდევ ერთხელ შეგეხედა. კარგი. გაჩერდი. ვიცი ოსტატი შიფუ ცდილობს შთამაგონოს, მაგრამ ისე იქცევა თითქოს ჩემი მოშორება უნდა. ვიცი ზოგჯერ უგულოჩანს, მაგრამ ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ოსტატი შიფუ იღიმოდა. არა. ო, ეს ადრე იყო. მაინც როდის? დაილუნგამდე. ხო, მაგრამ ამის შესახებ არ უნდა ვლაპარაკობდეთ. თუ აქ დარჩენას აპირებს, უნდა იცოდეს. მეგობრებო, დაილუნგის შესახებ ვიცი, მოსწავლე იყო. პირველი, ვინც კუნგ-ფუს 1000 გრაგნილი შეისწავლა. მერე გაბოროტდა და ახლა ციხეშია. უბრალო მოსწავლე არ ყოფილა. დაილუნგი ბოკვერი იყო, როცა შიფუ მიპოვა და საკუთარი შვილივით აღზარდა. როცა ბიჭმა კუნგ-ფუში ნიჭი გამოავლინა, შიფუმ წვრთნა დააწყებინა. მისის ჯეროდა. უთხრა, რომ დიდებისთვის იყო დაბადებული. დაილუნგს ეს არ ყოფნიდა. დრაკონის გრაგნილი უნდოდა, მაგრამ უგვეიმ მის გულში სიბნელე დაინახა და უარი უთხრა. განრისხებულმა დაილუნგმა შური ხეობაზე იწია. უნდოდა გრაგნილი ძალით წაეღო. შიფუს ის უნდა გაენადგურებინა, რაც თავად შექმნა. როგორ შეეძლო? შიფუს დაილუნგებით არასოდეს არავინ ყვარებია. არც მის შემდეგ. ახლა კი ყველაფრის გამოსწორების საშუალება აქვს. დრაკონის ნამდვილი მეომრის გაწვრთნა შეუძლია. თუმცა შენ შერჩი, დიდი, სუქანი პანდა, რომელსაც ეს ყველაფერი ხუმრობა გონია. საკმარისია. მოიცადე, ჩემი ბრალია, მისი სახის ნერვულ დაბოლოებას შევეხე. და მგონი, გული გაუჩერე.